მოვედი 800-თან რო ახალი ვიდეო გადავიღო. მე დურგალა და ჩემი ოპერატორი გიო მივდივართ აგურების მოსატანად. ამას შეხედეთ ჩემო მეგობრებო რა გამოვიდა ძალიან მაგარი და გადმოვიდე წავიდე გავაწვინე და ცოტა აქვე გავაფრთხილე. მოგესალმებით მეგობრებო, ამ ვიდეოში იხილავთ ლობიოს ქოთანში, ასევე გამოვაცხოთ ძალიან მაგარ ხაჭაპურს, ამიტომ დარჩით ჩვენთან და ლაიქით ეს ვიდეო და გამოიწერეთ ჩემი არხი. პირველ რიგში დაგგვჭირდება რომ დავალაგოთ აქ აგურები, რადგან წინა ვიდეოში გახსოვთ სიცილი ბალახი დამეწვა, რადგან ეგრევე პირდაპირ ცეცხლი დავანთე. ახლა ჩავალთ ასე ჩემს ბოლოს საბძელი არის, სადაც შენახული გვაქვს 1000 რაღაცეები. წავედით, მოვიტანოთ აგურები, დავალაგოთ, რადგან მთლიანად არ გადავიდეს და არ დაიწვას ბალახი. წავედით. ამოვიტანოთ აგურები და გავაკეთოთ საცეცხლური. წამოდი, ჩვენ 8-ითას აქვს ახალი კლიჩკა, მამაჩემმა დაარქვა დურგალა. დურგალა, წამო. წავედით. წამო, დურგალა. წავედით. მე დურგალა და ჩემი ოპერატორი გიო მივდივართ აგურების მოსატანად. წამო დურგალა. წამო დურგალა. მოდი, გაჭამო, მოდი. ჭამასა ეგრევე იკერება დურგალა. მოდი. ესეთია სოფელში ცხოვრება, მეგობრებო. უნდა იშრომო, იწვალო და რაღაცა გამოვა რა. რამდენი ცალი გვაყოფა დაახლოებით? 2 რიგის სიმაღლეში. 2 რიგის სიმაღლეში. მაშ წავიღოთ ბლომად რა. დიდი არ გინდა. და შეშას დაგჭირდება აუცილებლად ცეცხლი რო დავანთოთ. დიდები არ გინდა. დიდები არა? პლატფორმისებია ესენი. ესენი არა, ხო? ესენი არ. წინა ვიდეოზე ნაგეთს სადაც ვაკეთებთ, დამიწერა რამოდენიმე გამომწერმა კომენტარი, რომ სხვადასხვა კერძი გამეკეთებინა. ეხლა ამ ეტაპისთვის გავაკეთებ ლობიოს ქოთანში და წინა ვიდეოს კომენტარებიდან გავაკეთებ აუცილებლად შემდეგ ვიდეოში რომელიმეს რა ავირჩევ ნებისმიერ კომენტარიდან და აუცილებლად გავაკეთებ მაგასაც. ამიტომ კომენტარებში აუცილებლად იაქტიურეთ, რაც ჩემი თხოვნა არის და ვიდეოს დალაიქებაც არ დაგავიწყდეთ, რომ ბევრი კარგი რაღაც გავაკეთოთ. დაგჭირდება რამოდენიმე ასეთი მორი. ეს ძალიან კარგი ამინდი დაგვემთხვა. ზეა, ჩიტების ჭიკჭიკი ისმის, წინა ვიდეოში ცოტა ქარი იყო. ამიტომ ეხლა ძალიან მაგარი ამინდია და ძალიან მაგარი ვიდეოც გამოვა. დარწმუნებული ვარ. ეს უნდა მივიტანო დანიშნულების წერტილამდე, სადაც ავაწყობთ თვითონ ამ საცეცხლურს. საცეცხლური დავარქვით, ცოტა უცნაური სახელი ქვია. რა, დაახლოებით რამდენი კილო იქნება ეს? 1.50? მეტი? ავედით, აბა, ჯერ დავტრიალდეთ. სამძიმეა, ხატო. ბიჭო. დანარჩენი დურგალამ წამოიღო. ზურგალ წამოიღებ? რთული ყოფილი სოფელში ცხოვრება ჩემო მეგობრებო. არ თუ ისე მარტივი. უნდა იშრომ. რაღაცას მიაღწიო. ცხოვრებას ეგრეა დაიმახსოვრეთ და ჩაიწერეთ ეს სიტყვები. წავედით. მიდიხარ, მაგრამ არ მიდიხარ, ცხოვრებას ეგეთია. მაგრამ ბოლო ჯამში წავალთ. მოვიტანეთ აგური, დავალაგებთ ახლა ესე სიმრგვალეზე, დავანთებთ შემდეგ ცეცხლს, გამოვიტან მაგიდას და დავიწყებთ ლობიოს მომზადებას ქოთანში და ასევე გამოვაცხობთ ტაფაზე ძალიან მაგარ ხაჭაპურს. მოწავიდე. მაზად. წესით გვაყოფა. თუ არა და ჩავალ და ამოვიტან კიდევ რა. არ დავზარდები ვიდეოსთვის. აქ წესით ერთი აგურიც ჩაეტევა. ცხოვრებაში გახსოვდეთ. ყველამ თითო აგური უნდა დავდოთ ჩვენ წილად. არ დაგავიწყდეთ. ჩაიყარა ძალიან მარტივად. ასე. ახლა უცებ ჩემს წინ მაგიდა გაჩნდება. პირველ რიგში დავიწყებთ ახლა ლობიოს მომზადებას ქოთანში. დაგჭირდება ამისთვის ხახვი, ნიორი, ცოტა ოხრახუში და ქინძი. დავიწყოთ ახლა ამ ყველაფერს დაჭერა. ქინძი დავჭრათ პირველ რიგში. ლობიოში ყოველთვის უნდა იყოს ყველაზე მეტი ქინძი წვანილებიდან. შემდეგ, როცა მორჩებით ამ ყველაფერს დაჭრას, ნახევრად მომზადებული ლობიო მაქვს მოხარშული, რადგან ახლა ლობიოს 2 საათი მაინც ჭირდება რომ მოიხარშოს და წინასწარ ნახევრად მოვხარშე. დავდგავ ქოთანში და
შემდეგ გავაგრძელებ ხაჭაპურის გამოცხობას. ხათაშორის პირველად ვაცხობ ესე პირდაპირ ცეცხლზე ხაჭაპურს, არასდროს არ გამომიწვევ. მართლა არ ვიცი როგორი გამოვა. ხაჭაპურს შემდეგ გავუკეთებ კარტოფილს, ეგრეთ წოდებული ოსური ხაჭაპური გამოგვივა. მე ძალიან მიყვარს კარტოფილი გარეული ხაჭაპური ზოგადად. ანუ ყველი და კარტოფილი როდესაც ერთად არის, ძალიან გემრიელი გამოდის რა. გავსინჯოთ, დავაგემოვნოთ, შევაფასოთ, როგორი გამოგვივა. თუ მოგწონთ, რა თქმა უნდა, მეგობრებო, ესეთი კონტენტი, სოფლის კონტენტი, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი, რაც დამეხმარება მოკლედ უფრო მეტი ვიდეოს გადაღებაში და უფრო განვითარებაში და კიდევ ბევრ მაგარ რაღაცებს შემოგთავაზებთ რა. როგორც გითხარით, არ შემოვიფარგლები მარტო სამზარეულოს კონტენტით. მინდა რა სხვადასხვა რაღაცები ვაკეთოთ. კიდევ ბევრი რაღაცის გაკეთება მინდა სოფელში, იმიტომ რომ ზოგადად სოფელი ისეთი ამბავია, სულ საქმეა რა. არასდროს საქმე არ ილევა, ამიტომ ეხლა კიდე კარგი ამინდები გამოვა, ზაფხული მოდის და ბევრი კარგი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია ერთად. თან ერთად ვისწავლით, რაც მთავარია. მე რაღაცა პროფესიონალი არ ვარ ამ საკითხებში და ამიტომ ერთად დავამოღამებთ ყველაფერს რა. ხახვიც დავჭერით, ყენით, ასევე დაგჭირდება შავი პილპილი, უცხო სუნელი და ცოტა ქინძი დაგჭირდება ხმელი. გადავიდეთ ეხლა ნიორის დაჭერას. 3 კბილი ნიორი გვაქვს. უცებ დავკეპოთ ეხლა გემრიელად. აი ეს არის რეჰანი რა. ჩემს ბაღში მოვიდა და ძალიან მოუხდება ლობიოს და აუცილებლად გავუკეთებთ შიგნით. ასევე დაგჭირდება რამოდენიმე ფოთოლი დაფნა არომატისთვის და დავიწყოთ. პირველი ფოთანი დავდგათ ცეცხლზე. ასეთი ძველებური ამოსაზელი დაგჭირდება. გავაკეთებთ ქართული ტრადიციული მეთოდით, ასეთ ამოზელვას. რადგან ეს ლობიოები უნდა დაისრისოს და უფრო გასქელდება შემდეგ. როგორ ჩუხჩუხებ ქოთანში ოდელია. ზოგადად ასეთ პირდაპირ ცეცხლზე მომზადებული კერძები კიდევ უფრო გემრიელი, იმიტომ არის რომ ბოლის ეფექტი აქვს რა, ანუ შებოლილი არომატი აქვს და უფრო მადი სამღვწრელია და გემრიელია. ამიტომ ვცდილობ ხოლმე, როდესაც ესეთ გარემოში ვარ, პირდაპირ ცეცხლზე მომამზადო კერძები და ძალიან გემრიელი გამოდის, ამიტომ. დავიწყოთ სუნელების ჩაყრა, ჩავყაროთ ცოტა პილპილი. შემდეგი გავუშვათ უცხო სუნელი. ასე. შემდეგი გავუშვათ ხმელი ქინძი. თან მოურიოთ, ჩაიტანოს. ასე ჩავაფრთხნათ. ცოტა პაპრიკა ჩავაყაროთ, ცოტა. დაფნის ფოთოლით ჩავუშვათ არომატისთვის. teraz თავარია მარილი დაგჭირდება და აი ესეთ შეფუთვებში არასდროს არ ვაყრი ხოლმე პირდაპირ, იმიტომ რომ თუ ხერში არ ვიგზენი მარილის ზომა და წონა, ყოველთვის გაგიქცევა რა, აუცილებლად ჯობია რომ ასე ხელით ჩააყარო. საკმარისია. და გავაგრძელოთ ისე ესე ჩაზელვა რა. წამოდუღდება ეხლა ეს კარგად ცეცხლზე. დავუმატებ ხავხს, წვანილებს და შემდეგ გავაგრძელებთ ხაჭაპურის მოხვევას და ძალიან საინტერესო იქნება ცეცხლზე გამომცხვარი ხაჭაპური. იდეა მაქვს. ხო. შამპურზე ვერ გამოვა, ხო? შამპურზე? ხაჭაპურის შამპური. და ეს ახალი ჩელენჯია მეგობრებო, ხაჭაპურის შამპურზე იქნება აუცილებლად. ვცადოთ ერთი ძალი. და თავარი სუნელი დაგვაუწყდა მეგობრებო. ეს არის ქონდარი, რაც ლობიოს ძალიან უხდება. აი ერთ-ერთი მთავარი სუნელი არის ჩემი აზრით, ეს და უცხო სუნელი უხდება ძალიან, მაგრამ მე უფრო ქონდარი მომწონს და უპირატესობას ვანიჭებ. თან არის ტყის, ტყიდან არის ჩამოტანილი ეს ქონდარი. ძალიან სურნელოვანი და გემრიელია, ამასაც ასე ცოტას გავუკეთებ. და მოურე. დავიწყებ, ეხლა ხავხს და ნიორს ჩავყრი პირველ რიგში, ასე. ცოტა წამოდუღდეს ხავხთან ერთად და რამოდენიმე წუთში გავუშვებ მწვანილს. ლობიო თითქმის დასრულებულია, ბოლო შტრიხი არის მწვანილი, ჩავაყაროთ. ეს არის შემოგამზრდელო ლობიო. ადუღდება ეგ კარგად და ჩვენ მანამდე გავაგრძელებთ ერთი ხაჭაპური გამოცხება ჩვეულებრივად მრგვალი და მეორე ცოტა არატრადიციული შამპურზე. ეხლა მოგვაფიქრდა შამპურზე გაკეთება და ესეც ერთგვარი ჩელენჯია და ვნახოთ როგორი გამოგვივა. დავიწყებთ ახლა ცომის გაბრწყილებას. პირველ რიგში გავაკეთოთ აი ესეთი ფორმა. შამპურზე გადასახვევად ცოტა ესეთი გრძელი ვარიანტი. გავაბრწყილეთ ამას, კარგად. ფორმას მივცემთ და ასეთ
დაჭრებად გვაქვს ყველი დაჭრები. ეს უკვე საშამფურეთ და შიგნით უკვე არის ყველი და კარტოფილი, როგორც გითხარით, ერთმანეთში გარეული. დავიწყოთ შამფურზე აგება ყველის. ალბათ მეორეც. ახლა უნდა გადავახვიოთ ცომი ამ. საინტერესო ბოლოს ესე კარგად შევკრათ მოკლედ. შევკარით ცომში. და აი ახლა რაც დარჩა ამაში ეს ნაკეცები. ამას ესე შევკრავთ რა. ასეთი გამოვიდა ჩვენი შეხვევლის შამპურზე, ხაჭაპური. ცოტა ხანში ნაკვერცხალზე კარგად დადებს, შევაგდებთ აუცილებლად ცეცხლში. მანამდე დავასვენოთ ასე და დავიწყოთ ჩვეულებრივი ხაჭაპურის გაბრტყელება. ქოთანში ლობიოც მზად იქნება. ავხდით ახლა ამას, მოდი აბა. ამას შეხედეთ, ჩემო მეგობრებო, რა გამოვიდა. ძალიან მაგარი და ძალიან არომატული არის. ეხლა ეს გადავდგათ, შეგვიძლია თავის ტემპერატურა შეინარჩუნებს, თავსახური იქნება დაფარებული, მანამდე ხაჭაპურს მომამზადებთ და შემდეგ ერთად დავაგემოვნებთ ამ ყველაფერს. ასეთი ძველებური, ეგრეთ წოდებული სკავრა დამოვიტანეთ აფა, რომელიც არის სახაჭაპურე, დავდგით ცეცხლზე, თავის ტემპერატურას აიღებს, მანამდე დავიწყოთ ცომის გაბრტყელება. და როგორც გითხარით, შიგთავსი გვაქვს ყველი და ასევე კარტოფილი. გამოგვივა ოსური, ხო ესია? კარტოფილი და ყველი არის ოსური ხაჭაპური. რომელიც ძალიან გემრიელია. დავიწყოთ ახლა შეხვევა. ამოვატრიალებთ ასე და პირიქით დავიწყებთ გაყვანას, ასე ვთქვათ. რომ კარტოფილი და ყველი იყოს ხაჭაპურში თანაბრად განაწილებული. ვივცეთ გვალ ფორმას. ცოტა ფქვილს ავიღებთ და ტაფაზეც მოვაყრით. ასე. და წავიღებთ უკვე ტაფისაკენ. აი ხელის გადატანა, ნახე როგორ ხდება? ჰოპ, გადავიგდე, გადმოვიგდე, წავიღე. გავაწვინე. და ცოტა აქვე გავაბრტყელე. ასე გემრიელი. ოპა, ნახე რა ხაჭაპური იდროპება, მეგობრებო, ამას შეხედეთ. ძალიან კაია. ეხლა ცოტა მოდი ისეთი რაღაც გავაკეთოთ, შამპური. ჩაიდანი გავუკეთოთ და რომ წამოიღოს რაც შიგნით ამაში. ბიჭო, რა ხაჭაპური იდროპება. დავიწყოთ შამპურის დადება. თან შეიბოლება. თან ნაკვერცხალზე შეიწვება და ძალიან გემრიელი უნდა გამოვიდეს. დიდი ალბათობით. მომზადდა ჩვენი შამპურზე ხაჭაპური. ასეც გამოვიდა. დავაგემოვნებთ ცოტა ხანში. მეორე ხაჭაპურის უკვე დასრულების პირას არის. ახლა გემრიელად მოსხდებით. აი შავი ღვინო მაქვს და თქვენ სადღეგრძელოსაც ვიტყვი აი ამ გურგალასთან ერთად. მომზადდა ტაფის ხაჭაპურიც, გადავიტანოთ. აი ესეთი გემრიელი გამოვიდა. დავჭრეთ ჩვენი ხაჭაპური და დავიწყოთ ამ ყველაფრის დაგემოვნება, რაც მოვამზადეთ ერთად ჩემო მეგობრებო. ფოტოშოპი ძალიან მაგარი ცომია. ისე თუხთუხებს ჩვენი ლობიო და ასთის ორთქლი. ძალიან გემრიელი სუნელი აქვს. დავჭდეთ ხა გემრიელად და რა უხდება ამ ყველაფერს ჩემო კარგებო? წითელი ღვინო. მოიტანეთ. ჩვენი წითელი ღვინოც მოვიდა ცოტა ხანში, რა თქმა უნდა. სადღეგრძელოსაც შემოგთავაზებთ. დავაგემოვნოთ ჩვენი ლობიო. ძალიან მაგარია. ულახტილად მაგარია. ძალიან გემრიელია და ძალიან არომატულია რა. კონდა როგორც გითხარით, ძალიან უხდება. ასე ვისუნელები რაც გავაკეთეთ და აი ეს თიხაში მომზადებული ძალიან გემრიელია. ნახე ეს როგორ მელოდება. ახალი კლეჭკა აქვს ამას დურგალა.
ხაჭაპურის გავძიძგნოთ. Super, ძალიან მაგარია. შია ოპერატორი. გავსინჯოთ შამპურზე აგებული ხაჭაპური. ეს როგორ უნდა გავუსინჯოთ? პატარა მოაჭერი, ხო. ესე მოვაჭრათ. ოპა. Danke. ნობიოს შევოლილი არომატი აქვს. ლეგუშია შეჭება. ყველას ერთად გავგემარჯოს ჩემო მეგობრებო. რაც არ უნდა მოინდომოს ზოგადად ადამიანმა. თუ მონდომებულია და თუ უნდა რომ რაღაც საქმე გააკეთოს, აუცილებლად ყოველთვის გამოვა. გაგიმარჯოთ. ყველას ერთად გავგემარჯოს და ისურვებთ ყველაფერს კარგს, რასაც მოინდომებთ, ყველაფრის შესრულებას მოკლედ. ამ ვიდეოთ გემშვიდობებით, დალაიქეთ და გამოიწერეთ ჩემი არხი და ისევ დაწერეთ კომენტარებში თუ რა მოვამზადოთ შემდეგ ვიდეოებში. ნახვამდის.